საღამო მშვიდობის ყველას მოგესალმებით, აბა როგორ ვართ მეგობრებო? აი მოვედი თქვენთან. მოვედი თქვენთან ჩემო ძვირფასებო, მოვედი. აბა როგორ ხართ? ვართ მაგრად. დროების ჩინზე მეგობრებო. დროების ჩინზე მაგრად უნდა ვიყეთ. საღამო მშვიდობის ყველას მოგესალმებით. მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. მოკლედ მეგობრებო, აბა როგორ ჩაიარა დღე? დღემ როგორ ჩაიარა? ერთად მოვამზადებ დასტებს და დავიწყოთ მერე. ეს ჩემი პირამიდა. ეს დავდო აქ. უყურებდეთ. ღრმესი მადლობა ყველას ჩემო მეგობრებო, გაიხარეთ. მოდი მაინც გადავაზიარებ. გადავაზიარებ მეგობრებო და კიდე მე ხوار დამჭა ანამარია. მოკლედ. კითხვაზე პასუხი არ მაქვს. არ მაქვს კითხვაზე პასუხი. კი ბატონო, შენ აქ ხარ, დაგინახე კი. ეს ცოტათი გააბრაზა, ცუდად იხსენებს ბავშვებთანო. ცუდად ბავშვები საღამო მშვიდობის ანამარია როგორ ხარ? ჩემმა ყურსასმენმა გაჭედა და მოვიხსენი მეგობრებო. საღამო მშვიდობის ყველას ყველგან. კარგად ვარ მეგობრებო, არ ამიშავს, რავი ვარ რა, მადლობა თქვენ. მოკლედ. მოვედი ჩემო მეგობრებო თქვენთან, მოვედი თქვენთან. გაიხარე ანამარია. უფალმა დაგლოცოთ ყველანი და გაგაძლიეროთ. რომელი დასტით მოვიდი აღარ ვიცი. მოკლედ. იმიტომ რომ ერთ გავდივარ მეგობრებო, ისეთ დროს რომ რაიმე ვიყიდო, აღარ აქვს უკვე მნიშვნელობა რას ვიყიდი, ოღონდ რაიმე სხვა დასტა მინდა, გარეთ ვერ გავედი რომ ვიყიდო. რომელით ვიმუშაოთ დღეს ჩვენ. მოკლედ ძვირფასება. აჰა, საჩეფიცნია. ეხლა თუ არ ჩავუწიე ხმას, ერთი წამით. აი ესა, ხო? ესე თუ არ ჩავუწიე ხმას, არ გამოვა არაფერი.
დავიწყოთ. მოკლედ დავიწყოთ მეგობრებო, რომელიც ძირბუდიანად ააჭიკჭიკებს დეგრადირებული ის დასტა გვინდაო. ხო, ამ დასტებსაც მობეზრდა უკვე მეგობრებო. აი თქვენ წარმოიდგინეთ, აი ხო ხვდებით უკვე აშია საქმე. მოკლედ ჩვენი დღევანდელი თემა იქნება მეგობრებო ესეთი. გუშინ მოგვაწოდა ერთი ინფორმაცია მესამე პირების ახლანდელი მდგომარეობა. მოდი გავარკვიოთ ახლა მესამე პირებთან რა ხდება. რა ხდება მესამე პირებთან მეგობრებო. აი ამ დასტით. გავარკვიოთ მესამე პირებთან დღეს რა ხდება. ახლანდელი სიტუაცია, ახლანდელი მდგომარეობა. საინტერესოა რა ხდება ეგ. მოკლედ ახლა დავიწყოთ. მოეშვით, მოდუნდით მეგობრებო, მოდუნდით. ხო, და მე დავიწყებ აქედან. თქვენ თავარია მოდუნდით, არაფერზე არ ინერვიულოთ, არაფერზე არ იფიქროთ. მე ახლა დავიწყებ თქვენი ენერგიებით. თუ რა ხდებოდა თქვენთან? აი ვინ ხართ თქვენ? როგორი ადამიანები მიყურებთ? ვინ ხართ? ტრანსფორმაციაში ხართ? გაქანებულ ტრანსფორმაციაში ხართ მეგობრებო. მინდა გითხრათ. განდეგილების პოზიციაში იქნებით ახლა ხართ თქვენთვის განმარტოებული, არავინ და არაფერი არ გინდათ. არც ის გინდათ, რომ ვინმე შეგაწუხოთ. ესაა თქვენი სიტუაცია, ტრანსფორმაცია. სმერტი. ხო, ნუ ახლა ტრანსფორმაციაში როდესაც ხართ, არა უშავს მეგობრებო. რთულია მესმის, მაგრამ არა უშავს. ზოგჯერ ჩემთვისაც რთულია. მარტო თქვენ არ ხართ ესე მეც ვარ ზოგადად ძალიან არის პერიოდი, როდესაც აი მართლა ძალიან მომაწვება, მაგრამ ნუ ვახერხებ გონებრივად გადავირთო სხვა რაღაცაზე. ძალიან არ შეტოპოთ. გაიფუშტეთ და მეგობრებო, ხედავთ? გადაერთეთ რაღაცაზე აუცილებლად და გადაატანთ გულს უფრო ამით. კითხვაზე პასუხები არ მაქვს. გავაგრძელებ. ხო, აი ძალიან ცდილობთ, ნახეთ? ძალიან ცდილობთ, რომ გაიღიმოთ. ძალიან ცდილობთ, რომ ხო, აი რაც თქვი ახლა, აი ზუსტად იმას აკეთებთ. ძალიან ცდილობთ, რომ გადაერთოთ, გაიცინოთ. ძალიან ცდილობთ. ნახე, ხელყოფა. ძალიან ცდილობთ მეგობრებო. კი, უწყობთ საკუთარ თავს სიურპრიზებს როგორც ჩანს. საკუთარ თავს ეხლა უფრო ასიამოვნებთ, ვის რა გაქვთ, ვის რა გინდათ და ვის რა, ხო? უკვე გადართული ხარ საკუთარ თავზე, კი, მეგობრებო. ზოგიერთი თქვენთაგანი რაღაცას ყიდულობს, ზოგიერთი თქვენთაგანი რაღაცას აი ხო, შეიძლება ისეთ ადგილებში დადიხართ, სადაც უფრო აი განიტვირთებით, ზოგი პარკში, ზოგი ბუნებაში, ზოგი სად და ზოგი სად. ნუ ეხლა მე ხო არ ვიცი ზუსტად ახლა თლათ მასეთ ვერ გეტყვით, უბრალოდ თქვენ მდგომარეობას აღწერ მეგობრებო, დაახლოებით. ხო, კიდევ თქვენი სიტუაცია. თქვენი ახლანდელი მდგომარეობა. ნელი ნაბიჯებით. მაგრამ მყარად მიდიხართ წინ. ნელი ნაბიჯებით მეგობრებო. ხო, აი ნახეთ? მიდიხართ, ხან მიდიხართ. ხართ ძალიან ბავშვურები. თქვენში არის ის ბავშვური ენერგიები. ნახეთ, აი ძლივს დაიწვა მეგობრებო. აი ნახეთ, დაიწვა ძლივს. ძლივს გამთავისუფლდით. აი რამდენი ხანია ეს სანთელი ვერ ამოვწურე და დაიწვა. აჰა, ჩაქრა. ჩაქრა. ძალიანაც კარგი ჩაქრა მეგობრებო, ერთი წუთით. ხა. კიდე
ხო, ნახეთ, საკუთარი თავის სიყვარული. ძალიან თქვენ ზოგადად ხართ ადამიანების ცხოვრებაში ძალიან ფასეული და ღირებული. ვის ცხოვრებაშიც არ უნდა შეხვიდეთ მეგობრებო. ესეთი მხიარულება შეგაქვთ, სილაღე შეგაქვთ, წრფელი სიყვარული შეგაქვთ. ნებისმიერი მიმართულებით. ხო, ძალიან ისეთი გამბედავები ხართ. კი, ძალიან თავდადებულები ხართ. აი, თქვენ ადამიანების გამო ყველაფერზე წამსვლელები ხართ. რისკზე წამსვლელები ხართ. კი, მეგობრებო. კი. ყველაფერზე წამსვლელები ხართ. სხვების გამო. ხო. თან ხართ ძალიან ნელი, ზოგჯერ ძალიან ნელი ხართ. კი, ზოგადად ზოგჯერ ძალიან ნელი ხართ, ფეხს არ მოუჩქარებთ. შეიძლებაც და ეხლა ხართ ესეთები. ადრე თუ ჩქარი იყავით, ეხლა არ ხართ ესეთები, მეგობრებო. ხო. თქვენს ირგვლივ ძალიან ბევრი ჭორები ტრიალებს. ზოგადად ხალხს აინტერესებს. აი, ზოგადად ადამიანებს აინტერესებთ, როგორ ცოცხლობთ, სად ხართ, რას აკეთებთ, ვისთან ხართ, ყავს თუ არა ვინმე, ხართ თუ არა ურთიერთობაში, ყავთ თუ არა საქმრო, ან საყვარელი, ან პარტნიორი, ხო, ანუ ხო ხვდებით ახლა, ხო. ამ დროს თქვენ, აი თქვენ ამ დროს შინაგანად აი ესე ხართ. აი თქვენი შინაგანი მდგომარეობა, მეგობრებო, აი ესე ხართ. უბრალოდ ხალხს არ აჩვენებთ ამ ყველაფერს სწორე. აი როგორ დალილები ხართ, დაიღალეთ იცით რითი, აი ადამიანების მტკიცებით რაიმესი, აი ადამიანებიდან დაიღალეთ, საზოგადოებიდან დაიღალეთ, იმიტომ ამოვიდა აქ პირველი სურათი, იმისი რა ქვია, სადა ის ტრანსფორმაციის ყველაფერიდან დაიღალეთ მეგობრებო და ეხლა ხართ განობის სტადიაში. ხო, აი მეგობრებო. ძალიან დაიღალეთ. ყველაფრით დაიღალეთ. ყველაზე ზრუნვით დაიღალეთ. ყველაფრით დაიღალეთ, რო იტყვიან. ეხლა გინდათ რომ დაისვენოთ. პერერივი გაქვთ აღებული მოკლედ. ხო. ზოგს ესეთი მდგომარეობა გაქვთ, აი ფეხზე დამდგარი გძინათ. არ ვიცი ხა ვინ რითი ხართ დაკავებული, მაგრამ ზოგი ბევრი ძალიან გადაღლილები ხართ. თითქმის ყველა ძალიან დაიღალეთ მეგობრებო. ძალა აღარ გაქვთ, გამოწურული ლიმონი მითხართ. აი მე მაგალითად შუადღით როდესაც შემოვდივარ ჩემს ოთახში, აი საკმარისია თავი დავდო ბალიშზე მეგობრებო და გათიშული ვარ. ძალიან მინდა თქვენთან მოვიდე და რაღაც თუნდაც 5 წუთიანი, 10 წუთიანი რაღაც საჯარო ჩაგიწეროთ, მაგრამ ძალა არ მაქვს. მეგობრებო, დედასპიცა ვარ, აი ესე ვარ, ყოველ დღე. თქვენთან ერთად მეც დავიღალე, თქვენ რა აგონიათ, მხოლოდ თქვენ არ ხართ ესე, მეც ასე ვარ მეგობრებო. ეხლა არის ესეთი ტრანსფორმაცია, მეგობრებო, ტრანსფორმაცია. თითქმის უმეტესობას გვაქვს ტრანსფორმაცია და მეც. არა მხოლოდ თქვენ, მეც. უბრალოდ ვის ძლიერი აქვს და ვის ცოტა უკვე ისეთი რა. თვარეში. ქვიშის საათი. სამარო. გარდასახვა. აი, რა ვთქვა ეხლა? აი, ეხლა რა ვთქვა? ისეთი სურათებია, რომ აი არ ვიცი. სასწაულ ტრანსფორმაციაში ხართ. ხო. უბრალოდ გავიკეთებ ყურსასმენებს მეგობრებო. ხო დავწვევი. გავიკეთებ ყურსასმენებს და ტყუილ უბრალოდ მიკეთია. აზრი არ აქვს. იავ ნანასავით ჩამესმის ყურში. უბრალოდ ესაა და ეს. რა პოზიციაზეც დავიძინებ, მარჯვენა მხარეს თუ მარცხენა მხარეს, 2 საათი წევარ ისე, ვერ ვექანები უბრალოდ. გეფიცებით ადამიანობას ვერ ვექანები.
ხო, მოკლედ ესეთია თქვენი სიტუაცია. და ბოლოს ნახეთ როგორი სურათი ამოვიდა ხა კარტი გადავჩეხე და აი აღიარეთ მეგობრებო. აღიარეთ საკუთარ თავთან და აი საკუთარ თავს პირობა მიეცით, რომ გულს არ ატკენთ, არ დაფლითავთ, არ დაგლიჯავთ, არ დანაკუწებთ საკუთარ სულს და გულს და სულს. დაიღალეთ უკვე. დაიღალეთ მეგობრებო. ძალა არ გაქვთ. თქვენც ხო იცით ძალა არ აქვთ. მე ვიცი. აჰა. მეგობრებო, თქვენ ხართ ეს. ძალა აღარ გაქვთ ხალხო, რას აკეთებთ? დაიფიცეთ მეგობრებო. საკუთარ თავს პირობა მიედით და უფალს მიეცით პირობა, რომ მორჩა. წინააღმდეგებით საკუთარ თავს უბრალოდ წაიქცევით ცოტა ხანში. სულ ცოტაც და წაიქცევით. მე რას იზამთ? ხო. ესეთი იყო თქვენი დახასიათება. გუშინ მეგობრებო, კინაღამ 2 საათ ნახევარი ვიყავთ ლაივში. მოკლედ მას ვთქვია, ამდილით შევედი YouTube-ზე და ხედავ კომენტარს. ვიღაცაზე ძალიან ბევრი ლაპარაკი ეტყობა გუშინ მეგობრებო და ძალიან აეწვა. ვიღაცა მამუკას ძალიან აეწვა. ხა, გადავედი მის YouTube გვერდზე და არაფერი არ უტევს. საერთოდ არაფერი. ასე რომ ეხლა მინდა მიმართო ბატონ მამუკას. ეთყობა ძალიან ბევრი ვისაუბრე თქვენზე გუშინ და აი ის თქვენი ყავით, ვისაც ვსაუბრობდი მე. ნუ მე მაპატიეთ. მე აქ არა მხოლოდ მამაკაცებზე ვსაუბრობ, ქალბატონებსაც ეხება. ასე რომ რატომ ყველაზე მეტად მამაკაცები იკბინებით? ისა რა მაგის პასუხია და ხო არ გიცნობთ? ბატონო მამუკა? ხა. სოფლელიო, ესე რომ დამიწერეთ, სოფლელიო. სოფლელი რო გჯობიათ თუ იცით თქვენ. მე რა რო სოფლელი ვარ და სოფელში გავიზარდე. ვიზე ნაკლები ვარ, ჩემზე რითი ხარ და სხვაზე რითი ხარ უკეთესი ძალიან მაინტერესებს. ხა. მამუკა, აუცილებლად მოგნიშნავ YouTube-ზე როდესაც დავდებ. ხა. აუცილებლად მოგნიშნავ, ძალიან მინდა რომ გაიგონო რასაც ვამბობ. არ წავშლი იმ კომენტარს იყვეს იქ. არავის კომენტარს აღარ წავშლი მეგობრებო. დაინახოს ყველას სახე ყველამ. გამოაჩინონ თავისი კლანჭები. არავის აღარ წავშლი. ყველას დავტოვებ იყვეს. ხო. ოპოზიციაც უნდა მივიღოთ, კრიტიკაც უნდა მივიღოთ მეგობრებო, ასე რომ თქვენც უნდა მიიღოთ კრიტიკა ადამიანისგან. გაკრიტიკონ, რა პრობლემაა? ხო იცით ის გვაკრიტიკებს, ვინც ჩვენზე ჩვენი ფეხის ფრჩხილადაც არ ღირს. ხო. აი ასე. შეგნებულად კი გუშინ იყო ლაივი. დავიწყებ ახლა თქვენი პარტნიორის ჩაფიქრებით, ჩაიფიქრეთ ადამიანი და ახლა გავარკვიოთ მისი მდგომარეობა მეგობრებო. მისი მდგომარეობა მაინტერესებს. როგორი იყო მისი მდგომარეობა დღეს? ფანტაზიები, ილუზიები, ეს საცოდავი მეგობრებო. ხო? ბნელ ოთახში ესე დაკარგულია. დაჭყეტილი აქვს ესე თვალები. სხვათა შორის ძალიან მიყვარს კატა და კატები ძალიან მიყვარს. თქვენ შორის მინდა გითხრათ, სხვაობა, რადიკალური სხვაობა, ცხადა მიწასავით განსხვავდებით მეგობრებო ერთმანეთიდან. და ეს ადამიანი წარმოგიდგენდათ მშობლის როლში. როგორც ჩანს, ამ ადამიანს ტრამვები აქვს ბავშვობის მშობლის სიყვარული აკლია. რომელიღაცა მშობლის სიყვარული აკლია. ხა, ამიტომ თქვენში ნახა ეს მეგობრებო. მინდა გითხრათ. კიდევ. ძალიან განსხვავდებით. აქ არის მენტალური სხვაობა, ფიზიკური სხვაობა, რელიგიური სხვაობა, სოციალური სხვაობა, ვინ მდიდარი და ღარიბი, ვინ მაღალი და დაბალი,
ვინ შავგრემანი და ქერა, ვინ პირიქით, ნუ ხო რა. კიდე ძალიან ეიმედებით ამ ადამიანს მინდა გითხრათ, სხვათა შორის. ხო. ეს ადამიანი გელოდებათ. თქვენ გელოდებათ, ეს დაკარგულია და ელოდება ახლა იმას, როდის იპოვით. ხა. ვინ დაკარგა კი საინტერესოა. როგორა მეგობრებო. ნახეთ როგორაა, აბსოლუტათა. კიდე მისი მდგომარეობა. ადამიანს შვილი უნდა თქვენთან, ან მომავალი უნდა თქვენთან, ძალიან დიდ იმედებს აპყარებს ამასთან დაკავშირებით და იმედი აქვს რატომღაც. ხო, ხო გეუბნებით. ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ თქვენი ურთიერთობა შეიცვლება. ძალიან ბევრს გიხსენებს, ძალიან განიცდის წარსულს, თქვენთან ერთად რაც იყო იმ გატარებულ წარსულს ძალიან განიცდის. კიდევ რა მინდაო? ხო. ეს ადამიანი ამბობს, რომ რადაც არ უნდა დამიჯდეს, ყველაფერს გავაკეთებო, რომ სიტუაცია გამოვასწორო, რომ დაგირეკოთ, რომ მოგელაპარაკოთ, რომ მოილაპარაკოთ, რომ კონფლიქტური სიტუაცია მოაგვაროს. თვითონაც ძალიან დაიღალა. ხო ნახეთ და აი ეხლა თუ დასვენების პერიოდი აქვს და შეიძლება ისვენებდეს, შეიძლება ამ მომენტში აი ამ წუთას კიდევაც ეძინოს ამ ადამიანს, მაგრამ ეს იმის ნიშანია, რომ ეს ადამიანი აუცილებლად ეცდება, რომ გააღვივოს ურთიერთობაში ის ნაპერწკალი, რომ აი დაიძრას ურთიერთობაში მსვლელობა. ეს ადამიანი არ გეუბნებათ ამ ყველაფერს, რომ სურვილი აქვს დაგირეკოთ, სურვილი აქვს გამოიჩნდეს, იქნებ გირეკავს ფარული იყოს, ეს არის დამალული და ფარული. დამალული ზარები, შეიძლება დამალული SMS-ები, დამალული ფარული აკაუნტები. მოკლედ მეგობრებო, იცოდეთ, რომ თუ კი ფარულად რაიმე ზარი ან მესიჯები ან შეტყობინება შემოდის, ან რაღაცას გრძნობთ, იცოდეთ, რომ ეს ტყუილი არ არის, თქვენ არ ცდებით. ხო, აი ზუსტად რასაც ფიქრობთ ისაა. იმიტომ რომ არ გეუბნებათ, ერთს ამოვიღებ კიდევ. ამის შემდეგ მართალია კარტი არ უნდა, ხო, კონტროლი. მეგობრებო, კონტროლი. დაგი დასტურად. დაგი დაადასტურა, მეგობრებო, უბრალოდ კარტმა, რომ ეს ადამიანი გაკონტროლებთ 24 შვიდზე. ეს ადამიანი გიმალავთ იმას, რომ თქვენთან გამოდის კონტაქტზე ფარული საიტით და ფარული აკაუნტით. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი შეტყობინება, ზარი, რა ვიცი, რაც გინდათ ის დაარქვით. დაგოსტვა, ლაიქები, გულები, კომენტარები, თუ კი რაიმეს შეეჭვდებით, მეგობრებო, იცოდეთ, რომ 100%-იანები ხართ. აი ეს ნამდვილად მასეა, რასაც გაივლებთ გულში. ასე რომ იცოდეთ, რომ ხო, ესეთია მისი დახასიათება, უბრალოდ მეტის თქმის უფლებას არ მაძლევს ამიდან გამომდინარე დასტა, ამიტომ აქვე უნდა გავჩერდე და ესეთი იყო მისი დახასიათება, არ მაძლევს თქმის უფლებას, მეგობრებო. ალბათ არ უნდა იცოდეთ. მოკლედ, ერთადერთი ის უნდა იცოდეთ, რომ 24 შვიდზე გაკონტროლებთ ეს ადამიანი და არ გიგონოთ, რომ სადმე წასულია, აქვეა. მოკლედ. ჩვენი დღევანდელი თემა არის ესეთი. მესამე პირების ახლანდელი მდგომარეობა. ახლა მეგობრებო, გავხედოთ. დავიწყებთ. 2 წუთი დავისვენოთ. მოდუნდით. და უბრალოდ შეეკითხეთ, კითხვა დასვით და გავუშვით სამყაროში. რა მდგომარეობა იქ? მეტი არაფერი გევალებათ. თუ გიცით ნამდვილად, რომ არის მესამე პირები, მესამე პირის სხვათა შორის არის მშობლებიც, დედმამიშვილი, გარემოება, სიტუაცია, სამსახური, ქონება, მანქანა, ძაღლი, კატა, ყველაფერი არის მესამე პირები, მეგობრებო. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, აი ესე ვურევ კარტებს, რომ იცოდეთ, აი ესე. ძალიან მაინტერესებს ახლა.
მესამე პირების ახლანდელი მდგომარეობა. რა ხდება იქ? გავაკეთეთ, იქ მაგარი დაგადაგა ხდება. აი ხო დაინახეთ რა დამემართა. იქ ხდება რაც ხდება. სადღაც მიდის ეს ადამიანი. სად მიდის? კი საინტერესო. დასასვენებლად მიდის. იქნებ დასვენება უნდა, იქნებ რომანტიკის მოწყობა უნდა. რა ხდება იქ? გავარკვევთ ეხლა ვისთან უნდა ეს. ამ ადამიანს სადღაც ეჩქარება. ხო, სადღაც რომანტიკისთვის ეჩქარება. სადღაც მიდის მეგობრებო. აი იცი რას აპირებს, დასვენებას აპირებს და რაღაცაზე ფიქრობს. ხო, ფიქრობს, ფიქრობს ფინანსებზე, ფიქრობს ქალზე, ქალი, რომელიც ძალიან პრაქტიკულია, ეს ხართ თქვენ, პირველი ქალის სურათი ეს ხართ თქვენ. ხო, ადამიანი, რომელიც გადართულია თავის ფინანსებზე, თქვენ დაკავებული ხართ თქვენი საქმიანობით, ეს ადამიანი თქვენთან მოიჩქარის, მინდა გითხრათ რა ვთქვა, მაგრამ მისი ჭირი მე თქვა. ხა. იცით რას ამბობს, მოსვლა უნდა გამარჯვებით. ხო, მაგრამ ტყუილებით ვერ მოვა. ხო. ტყუილებით ვერ მოვა. ავაგრძელებ ეხლა. ხო, მე იქ დავიწყე და აქ მელაპარაკება. ხო, პირველია ქალის სურათი არის თქვენი მეგობრებო, ასე რომ თქვენ აღწერთ პირველი. არ ვშლი ქოინებზე მეგობრებო, არ შემიძლია. არ შემიძლია მეგობრებო. დაბადების სერტიფიკატი აქვს მარტო. ხო, ეხლა რა ქნას, თავზე საკუთარი დიდი წარმოდგენა აქვს სამაგიეროდ. ხო, ეს ხომ აქვს რაც თავარია. ხო. კიდე ესეც ტრანსფორმაციაშია. არა, არ შემიძლია. არ შემიძლია ქოინები მეგობრებო. აი ეს ადამიანის ტრანსფორმაციაშია. თქვენი ურთიერთობა მინდა გითხრათ ტრანსფორმაციაში. კი არა და უпростоრად ეს ადამიანი იმყოფება ტრანსფორმაციაში. ამ ადამიანს შეიძლება ეხლა კონდეს პრობლემები. პრობლემები კონდეს სამართალთან, პრობლემები კონდეს ადვოკატთან, პრობლემები კონდეს მემკვიდრეობასთან, ჯანმრთელობასთან, ფსიქოლოგიური, ფიზიკური, მორალური, სულიერი, ხო აი რომელშიც ჭირდება სპეციალისტი იმის მიმართულებით, რა პრობლემაც აქვს მეგობრებო. ხო. ასე რომ იცოდეთ, რომ ძალიან ცუდად არის. არც ქოინებზე ვშლი და არც კითხვა პასუხებზე მეგობრებო. თუ გაქვთ სურვილი დაარჩით და მოისმინეთ და სასიკეთოდ აიღეთ, თუ არა და შეგიძლიათ ასკროლოთ. ხო, მეგობრებო. ნახეთ, ეს ადამიანი მოქმედებაშია, ეს ადამიანი ბრძოლაშია, ეს ადამიანი გადაადგილებაშია, აქტიურია ეხლა იქ, სადაც არის. ამ ადამიანს ახლა ისეთი პრობლემები აქვს, აი ხო გითხარით, ამ პრობლემების მოგვარებაშია და ტრანსფორმაციაშია. რა ხდება იქ? რა ხდება მის ცხოვრებაში? რა ხდება მის ცხოვრებაში მეგობრებო? რა ხდება თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში? სირთულეები, პრობლემები, გაუბედურებულია, უბედური შემთხვევა, იქნებ ვინმე დაკარგა, იქნებ რამე დაკარგა, იქნებ რაღაც დამარცხება აქვს, იქნებ წაგება აქვს, რაღაც განადგურება აქვს, სულიერად ღარიბი ადამიანის პოზიცია აქვს. ერთ წრეზე სიარული აქვს, თუმცა ბედის ბორბალზეა დამოკიდებული ახლა ეს ადამიანის ცხოვრება, თვითონ ამბობს რომ ბედს მივანდე ჩემი ცხოვრება, თუმცა ახლის დაწყებას რაღაცას აპირებს კი. მე მესამე პირებზე ვეკითხები რა ხდება მეთქი მეგობრებო და ხალ ხო ხედავთ უბრალოდ რეებს პასუხობს. რა ხდება თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში? რა ხდება თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში? მოგონებები.
ეს ადამიანი წარსულს იფიქრებს, რა მესამე პირები, რის მესამე პირები. ეს ადამიანი წარსულზე ფიქრობს, მეგობრებო. წარსულის ფიქრებშია დარჩენილი. იქ სადაც წერტილი დასვა, იქ სადაც თვითონ ეხლა აღარ არის, იქ სადაც მას გონია რომ დაამთავრა ყველაფერი. კიდევ რა ხდება? გულგატეხილია ძალიან გულგატეხილია. ეს ადამიანი ეხლანდელ მის მდგომარეობაზე არ ფიქრობს, წარსულზე ფიქრობს, წარსულში სადაც ბავშვივით იყო. ამას ფიქრობს და ეს არის თქვენთან დაკავშირებული სიტუაცია. მინდა გითხრათ. რომელთანაც აქვს დაცილება, რომელთანაც აქვს ურთიერთობის გაწყვეტა. აქ იყო კამათი, აქ იყო ურთიერთობიდან წასვლა, აქ იყო ცრემლი და მწოხარება, კამათი, გაუგებრობა. ვისთან ღალატიც იყო, მეგობრებო. ნუ ეხლა ვისთან კი, ვისთან არა. ხა. თვითონ სულაც არ თulis ოჩო პინტრეთ თავს. მინდა გითხრა, ჩემო კარგო. ოჩო პინტრე მომეწონა ისე. დღევანდელ სათაურს დავაწერ ოჩო პინტრე და მესამე პირი. ხო, აი ესე დავაწერ. ოჩო პინტრე და მესამე პირი. კარგი აზრი იყო, მომეწონა. ახალი სახელები. საჩემიძლია და ყველაფერი შეგვიძლია, მეგობრებო, ხო ხედავთ? ეს ადამიანი თან რომ ვიცინიო. არა მოყირავდეთ ოღონდ. გეუბნებით, ეს ადამიანი იხედება სხვაგან, იმ სხვაგან, სადაც თქვენ ხართ, იქ სადაც თქვენ ეგულებით. ხა, იქ იხედება. მეორე ნაპირებისკენ იხედება. სხვათა შორის სამკუთხედები და მესამე პირები. იქ რა ხდება და გულის ტკივილი. კარგი არაფერი. ამიტომ იხედება სხვაგან. რატომ ვიცინია? სასაცილოა და იმიტომ ვიცინით. გაშტერებულები მიყურებენ რატომ ვიცინია. უთხრა თუ არა რამე ვიცინია. არაფერი არ უთხრა არავის. არ უთხრა. ანეკდოტებს უსმენ, თქვა უთხარი. ხა. ჩვენი ცხოვრებაც ანეკდოტია, მეგობრებო, ნუ რა ვქნათ. ხა. გაგვაცინეო. მოკლედ ეს ადამიანი გადაართულია ეხლა თავის ფინანსებზე, თუმცა სტაბილურადაა იქ. ნახეთ უბრალოდ, მეგობრებო. ნახეთ ეხლა. დაგეხატებათ მოულოდნელად, იცოდეთ. ყოველნაირ მოულოდნელობას გადააჭარბებს ეს ადამიანი. მოვა ხვავით და ბარაკით. იქნებ საჩუქარიც მოგიტანოთ ვინმეს. და გაგაოცოთ. ეს საჩუქარი არ იქნება წვრილმანი, რაღაცა კარგი საჩუქარი იქნება, მეგობრებო. იმიტომ რომ ფინანსებით მოდის. იქნებ ბეჭედიც მოგიტანოთ. ნეტა ქორწილში არ დაგპატიჟებენ? ოჩო პინტრე და მესამე პირი. თუ არსებობს მესამე პირი, მეგობრებო, აი ეხლა თქვენს ურთიერთობაში როგორი ურთიერთობაც არ უნდა გქონდეთ. ხართ თუ არა ერთად, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ხო? თუ არსებობს მესამე პირი. არა, მეგობრებო, ამ ეტაპზე არ არსებობს. ნახე, ურთიერთობის გაწყვეტა. ეს ადამიანი ეხლა არის მარტო, არავისთან არა. ხო თქვენთან არა? არც არავისთან არა. ხა. აიო, გადააგრიხავს მავთულს და მომიენს. რა მავთულს გადააგრიხავს? მავთული რა შვაშია? არავისთან ურთიერთობაში არა, მეგობრებო. ხა, არა, მეგობრებო. შეიძლება მას თავაზობენ. შეიყურეთ, უყურეთ ეხლა გეტყვით, მეგობრებო. ბეჭედი. ხა.
შეიძლება ამ ადამიანს მართლაც ვინმეს უნდა იქნება, ვინმეს უნდა მასთან ურთიერთობა, მაგრამ ეს ადამიანი აიგნორებს მეგობრებო. დედასფიცა ვარ. ხო. იქ არის კამათი. კამათი მიდის ურთიერთობაზე. იმიტომ რომ ეს ადამიანი იმ ურთიერთობაში აღარაა. დასრულებულია იქ ყველაფერი. თუ არის თქვენს ურთიერთობაში მესამე. მეგობრებო, აი გეუბნებით. თუ კი თქვენი პარტნიორი იმყოფება ნამდვილად იცით ვიღაცასთან, იცოდეთ რომ იქ არის ერთფეროვნება, იქ შეიძლება არის ფორმალობა, იქ ურთიერთობა არაა. არა. იქ არანაირი ურთიერთობა არაა, მეგობრებო. ოჩოპინტრე და მესამე პირი. ოჩოპინტრე. მომეწონა ძალიან. ეს ადამიანი ამბობს, რომ ჩემს სიყვარულს არ დავთმობ თქვენთან დაკავშირებით. დღევანდელ ეტაპზე თუ კი ვერ ახერხებს თქვენთან მოსვლას თუ რაცა, მეგობრებო, თუ კი შორს იმყოფება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ამ ადამიანს ბოდიში და არ აინტერესებთ, ან ფეხებზე კიდე ხართ, არა. ძალიან ეჭვიანობს თქვენზე. აქ კიდევ არის მესამე პირებიდან ეჭვიანობა. არც ესაა გამორიცხული. ხა. იქ ხალი ეჭვიანობს. იქ არის ადამიანი, ვინც ეჭვიანობს. ხა. манипуляციები, იქ არის მაგიები, იქ არის ურთიერთობის განოლება, მეგობრებო. ურთიერთობის განოლება. ხო, და ტყუილები. ნახეთ, იქ, აი ახლა გეტყვით ახლა რა ხდება, მეგობრებო. თქვენ თუ კი იცით ნამდვილად თუ კი იცით, რომ თქვენი პარტნიორი ვიღაცასთან იმყოფება, ეს არის მაგიებით. ახალ-ახალს აკეთებს, ეს არის ახალის დაწყება, ყოველ ჯერზე ახალ-ახალს აკეთებს. ამიტომ იწელება თქვენი ურთიერთობის არ ყოფნა. ამიტომ იწელება დრო, თორემ ეს რო არ იყოს, მეგობრებო, ეს რო არ იყოს, ნახეთ, ახალ-ახალი მეგობრებო. აქ არის მაგია. იმიტომ ვერ მოდის ადამიანი. კი ბატონო, გეთანხმებით. ავიწყდებათ. მეგობრებო, ეხლა ერთ რაღაცას გეტყვით. ეხლა მინდა ერთი რაღაცა გითხრათ. აი მაგალითად ახლა უბრალოდ ვიტყვი ახლა ამასთან დაკავშირებით. აი მაგალითად ცოლ-ქმარი არის ხო და მამაკაცმა გაიჩინა, ვთქვათ, საყვარელი. მამაკაცმა გაიჩინა საყვარელი და ამ დროს ქალბატონი ადგება და აკეთებს მაგიებს, ჯადოებს, ვთქვათ, ხო? ჯადოებს აკეთებს. არა და ამ მამაკაცმა ბუნებრივად გაიხედა სხვასთან. ანუ ეს არ იყო ჯადოებით წაყვანილი ადამიანი, ანუ ხო ხვდებით რისი თქმა მინდა. უბრალოდ დამთავრდა მათი ურთიერთობა სამყაროს თვალით და ამ ადამიანმა ადგა და ანუ ვთქვათ შეუყვარდა ვიღაცა. ვთქვათ, მეგობრებო. ეს ქალბატონი რაც არ უნდა 100%-იანი მართალი იყოს. ხო? მეგობრებო, ცოლზე ვსაუბრობ ახლა. ეს 100%-იანი ქალბატონი მიდის და აკეთებს მაგიებს, იმიტომ რომ ქმარი დაიბრუნოს ოჯახში და შეინარჩუნოს ოჯახი, ხო? 100%-იანი ქალბატონი 1000%-ით მტყუნდება, იცით თქვენ სამყაროს თვალში, მეგობრებო. ეს თუ იცით. აი ეს თუ იცით. ხა. რაც არ უნდა დამნაშავე იყოს მამაკაცი და ქალი იყოს მართალი და ქალი თავისი ჭკუით და თავისი ვითომ და სიმართლით მიდის მაგიებზე, ხო? 1000%-ით მტყუნდება ქალი. ხა. ვერა, პირიქით. უარეს აკეთებს. არანაირად, მეგობრებო. ამ დროს იცით რა ხდება? სამყარო რომ მამაკაცს ეხმარება ამ დროს თუ იცით. ხო. აი ამ შემთხვევაში სამყარო ეხმარება მამაკაცს.
აი ასე. ხო. აი ასე ხდება. ისეთია სამყაროს უფლება. მე არ ვიცი რა თუნდაც. მამაკაცები რო აკეთებენ არ გინახიათ მეგობრებო? არ გაგიგონიათ, არ გსმენიათ? მამაკაცი რო უკეთებს ცოლს, ესეთი არ გაგიგონიათ? მხოლოდ ქალები არ აკეთებენ ამას. მე აქ მარტო ქალებზე არ ვსაუბრობ. მამაკაცებიც აკეთებენ. ხა. თქვენი პარტნიორი იქ არის ურთიერთობაში არა. შეიძლება იყოს ურთიერთობაში ოფიციალურში, მაგრამ ურთიერთობა სიახლოვე არ აქვთ. ცოლ-ქმრული ურთიერთობა არ აცოდეთ. არა მეგობრებო, ეს არის ფორმალური ურთიერთობა, მეგ სიყვარული საერთოდ არაა. რა ხდება მესამე პირებთან და სიძულვილი. მხოლოდ ფორმალობა. მხოლოდ ფორმალობა მეგობრებო. თუნდაც მამაკაცი, თუნდაც ქალბატონი აკეთებდეს მაგიას და მაგით ინარჩუნებდნენ ურთიერთობას, ხო? გამორიცხულია მეგობრებო. გამორიცხულია. ვერ მიაღწევენ ვერაფერს. ხო. იქ ურთიერთობა არა აქვთ. არანაირი სიახლოვე არა აქვთ. ერთს ამ თავში ძინავს და მეორეს იმ კალიდორის ბოლოში ძინავთ. აი ესაა საქმე. ნახეთ? აი უბრალოდ შეხედეთ. ურთიერთობა და არასრულყოფილება. ნახეთ რა წერია კარტს. ხედავთ ხო რა წერია? აი თქვენ თვითონ წაიკითხეთ. რაცა წერია. ხო. ამიტომ და გამშვიდებთ, არის ეჭვიანოთ. ამ ყველაფერს აქვს მოჩვენებითი ხასიათი. რა ხდება ოჩოპინტრეს და მესამე პირს შორის და მოჩვენებითი დადგმული სცენები. ესეთი ხასიათი, მართლა ოჩოპინტრე. ხო, კიდევ რა? იქ ხდება ბრძოლები. მეგობრებო, რა ხდება? ხმალაობენ, ხანჯლაობენ. ხმლების რაინდი და ხმლების დედოფალი. ხა. ის ქალი დარჩენილია მარტო თავისთვის, აქედან ეს ბიჭიც დარჩენილია მარტო თავისთვის და ესე ხმალაობენ. ვინ ვის აჯობებს? მე ამ ქალის პოზიცია მაინტერესებს. ეს ქალი ძალიან ბევრ ამას უმალავს, ნახეთ? მალავს. რას მალავს? ეს ქალი კი არ მალავს უბრალოდ. სკვერთხების მეფე უმალავს. ეს ბიჭი უმალავს ამ ცოლს თუ პარტნიორს რაღაცებს. რას უმალავს? რას უმალავს? იჯაჭულობა მეგობრებო. ძალიან ცუდი სიტუაცია აქვს ურთიერთობაში. ხო, ესე იმდენად ანერვიულებენ ერთმანეთს მეგობრებო, რომ აი ძალა აღარ აქვთ უკვე. ძალა აღარ აქვთ. ეს ქალი ძალიან მოდი ესე ვიტყვი ჩალიჩობს რა, რო იტყვიან. ხო, ეს ქალი ძალიან ჩალიჩობს. როგორ წავა მათი ურთიერთობა? რა მოხდება მათ შორის? რა მოხდება ოჩოპინტრესა და მეგობრებო. რა მოხდება და ეს მოხდება? ეს მოხდა უკვე, ეს თქვენ ხართ. ხო. რა მოხდება და მოხდა უკვე თქვენ, მოხდით თქვენ. მათ შორის უკვე მოხდით თქვენ. აი ეს მოხდა. და მოხდება კიდე. ხო. რა ხდება მათ შორის? მეგობრებო, სტაბილურობა. მეგობრებო, თქვენ მოხდით სტაბილურად. თქვენ მოხდით ამათ შორის სტაბილურად.
ხა სტაბილურად მოხდით. მინდა გითხრათ. ხა ძალიან ევედრება უფალს. რომ არ მოხვედრილიყავით, მაგრამ მოხდით. მაგრამ რა ვქნათ? შიგ გულის ფიცარში ხართ მოხვედრილი, ხო? მეგობრებო, ნახეთ? რაც ვთქვი ახლა. ხა კუნკულუკუნები ხართ მოკლედ. გულის ვარდი ხართ, კოკორი ხართ გულის მეგობრებო. ამ ადამიანის. ძალიან არ უნდა მესამე პირს, მაგრამ რა ქნას? ვერაფრით ვერ შეგცვლით ვეფერი. ვერ შეგცვლით მეგობრებო, რა ფიქრები, რის ფიქრები? თქვენზე ფიქრობს 24/7-2. მოღონთ ერთი სიყვარულით და მეორე ზიზღით. ხა. ზიზღით ხალი გიყურებთ, რა თქმა უნდა და ბიჭის სიყვარულით. როგორ ფიქრობთ ახლა? ხა, ზიზღით გიყურებთ. კიდევ რას ფიქრობს ხალი? რას ფიქრობს და სამკუთხედში ვარ გაქანებულშია. ხა. რას ფიქრობს ხალი? ძალიან ბევრი ოცნებები და გეგმები აქვს. სულელია, რას უნდა ფიქრობდეს მეგობრებო? ნამდვილად, ვაი მაგათ პატრონს. თუ წავა თქვენი ურთიერთობიდან ეს ადამიანი. თუ წავა მესამე პირი, მოდი ვკითხოთ ახლა. თუ წავა თქვენი ცხოვრებიდან მესამე პირი, კი მეგობრებო. ბუმერანგი დაუბრუნდება ამ ადამიანს, იმიტომ რომ ეს ადამიანი მაგიებითაა ამ ყველაფრით შემოიფარგლება. არა, კითხვა პასუხი არ მაქვს. მე გეუბნებით რომ ეს ადამიანი აუცილებლად დაისჯება, ანუ ეხა ვინ როგორ დაისჯება ამას მე აქ არ განვიკითხავ, მაგრამ თავისი საქციელის გამო დაისჯება. კითხვებზე პასუხი არ მაქვს. ამ ადამიანს შეიძლება ყველაფერი კონდეს, კარგი ცხოვრება კონდეს, ფუფუნება კონდეს, ყველაფერი კონდეს, მაგრამ არაფერი არ უხარია. თავისი ცხოვრება თავდაყირაა, მეგობრებო. მინდა გითხრათ. ხო. თავისი ცხოვრება არის თავდაყირა. სამყარო რას ფიქრობს ამ დროს? მათ ურთიერთობაზე. არაფერს კარგს მეგობრებო. სამყარო რას ფიქრობს მათ ურთიერთობაზე? სამყარო რას ფიქრობს მათ ურთიერთობაზე? სამყარო რას ფიქრობს მათ ურთიერთობაზე მეგობრებო და ის რაც აქვთ ამ ადამიანს თუ ოჯახი აქვთ ამ ადამიანებს ეს ოჯახი დაინგრევა. ხო. რას ფიქრობს მეგობრებო? რას ფიქრობს? დანაკარგიან დამარცხება, დაინგრევა ამათი ოჯახი. ამათი ურთიერთობა დაინგრევა, დაიშლება. რას ფიქრობს და ეს აქამდეც უნდა დაშორებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს ქალი აკეთებს ამ ყველაფერს. ეს მესამე პირი. ხო, ქალი ბატონობს. ზეგავლენა. ქალი ზეგავლენა, იმპერატორი ქალი. სირთულეები, პრობლემები, მეგობრებო, ურთიერთობაში მეგობრებო, თქვენი ადამიანი და მისი ეხლანდელი ყოფილი მოქმედი პარტნიორი და ნახეთ უბრალოდ ურთიერთობაში რა ხდება. და დაგანახოთ მინდა. მეგობრებო, მათი ურთიერთობა. სირთულეები, პრობლემები
და არეულ დარეულობა. კატასტროფული სიძნელეები აქვთ უბრალოდ. აი? ძალიანაც რომ ეცადონ არ გამოუვათ არაფერი. არა, ნახეთ, ინტრიგები. ღალატი, აფერისტობა, დანაკარგები. ვინ ვის ღალატობს, ახლა ჩვენ მაგას აქ არ განვიხილავთ, მაგრამ დანაკარგები. ხო, ტყუილები. ურპირობა. ცუდი არჩევანის გაკეთება. სავარაუდოდ ცუდი არჩევანი გააკეთა მამაკაცმა. ხო, რომ ზურგი შეგაქციათ. თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ დროს? თქვენ რა უნდა გააკეთოთ, მეგობრებო? არ გაერიოთ ამ ყველაფერში. ეს ადამიანი მოვა თავისით თუ გაქვთ სურვილი. ხო, თუ არა თქვენ არ გაერიოთ არაფერში. ზედმეტად არაფერში არ გაერიოთ, მეგობრებო. დრო თავისით დაალაგებს ყველაფერს, ნახეთ? დრო ყველაფრის მკურნალია. დრო თვითონ თავისით დაალაგებს ყველაფერს. თუ გიღირთ, რა თქმა უნდა. თუ არ გიღირთ, ეხლა ეს თქვენი გადასაწყვეტია. ხო. თუ იმის შიში გაქვთ, რომ რაიმე არ მოგვარდება, ამის შიში არ იქონიოთ. ყველაფერს დაალაგებს დრო, დროს აცადეთ. თქვენ არაფერი არ გააკეთოთ. თქვენ გვერდიდან უყურეთ უბრალოდ, დააკვირდით, რაც მოხდება. ხო. სამართალი იზეიმებს, ბატონო? რა მოხდება? სამართალი ჭამს პურს. რა მოხდება? უფალი იზრუნებს ამ ყველაფერზე. იმიტომ რომ ესეც უნდა იყოს. ხო, თქვენ არაფერი. ყველაფერს დაალაგებს სამყარო. ამიტომ მიემდეთ უფალს, მეგობრებო. ესეა საქმე. ესეა ბატონო საქმე. ეხლა მინდა მესამე პირზე ვკითხო. ოღონდ ასტრაბარათით მინდა ვკითხო, მეგობრებო. ასტრაბარათით მინდა ვკითხო ეხლა მესამე პირზე. რას ფიქრობს მესამე პირი? რა დღეშია, მოკლედ? სადამდე მიდის მისი საქციელი? ზღვარი თუ აქვს ნეტა, საინტერესოა. იმედია სამყარო მართლა ჩაუკაკუნებს. კი, ბუმერანგი დავინახეთ ჩვენ. მაინტერესებს უბრალოდ ასტრაბარათები რას გვეტყვის მესამე პირთან დაკავშირებით. როდის გაჩერდება ეს ადამიანი? როგორ გიყურებთ ეს ადამიანი, მეგობრებო? როგორ გიყურებთ? მესამე პირის სულ ამ ადამიანმა ალბათ იცის. შეიძლება გიცნობდეთ, მეგობრებო. ხა? ნახეთ, მეგობრებო, უბრალოდ ეხლა რა მინდა გითხრათ. ეს ადამიანი სადღაც ფულს მიარბენიებს, რომ თავისი ოჯახის თითქოს და ვითონდა სიწმინდე შეინარჩუნოს, მეგობრებო. ხო. მეგობრებო. ხედავთ ხო? ხედავთ ამას ხო? მაგია. ხო. აი ნახეთ. ეს ადამიანი ამ ურთიერთობას ინარჩუნებს და აბალანსებს მაგიით. მინდა გითხრათ. ნახეთ. ეს არის ბალანსი. ნახე, ხელოვნურად როგორ ამშვიდებს ამ ღრეულ წყალს, ხელსაწყოები აგებ და მერე ამოვიდა მაგიის კარტი. ამაში დიდ ფულს იხდის ეს ქალი. ნუ ქალი თუ მამაკაცი ვისთან ვინაა, მეგობრებო, ეხლა. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში შეიძლება იყოს დედაც. არ გამოვრიცხავ, ეხლა ვისთან რა? ყველასთან შეიძლება პარტნიორი არ იყოს, შეიძლება ზოგთან დედაც იყოს. ხო. ასე რომ მეგობრებო, იცოდეთ რომ აქ არის მაგია, ზეწოლა, ზემოქმედების ქვეშა ეს ადამიანი. თან ამაში ფულს იხდის. რომ შეინარჩუნოს ოჯახი. ნახეთ?
კი, რა თქმა უნდა. სრულიად დაიდება YouTube-ზე. თავიდან ბოლომდე. არანაირი მონტაჟი, გადმოვტვირთავ და პირდაპირ ავტვირთავ, მეგობრებო. ესე მაქვს სულ. ყოველთვის ესე მაქვს, არანაირი მონტაჟი, რაც არის გაჟღერებული, ყველაფერი იტვირთება. არაფერს არ ვჭრი მე. თუნდაც ხარვეზები კონდეს, მაინც ვტვირთავ. თუ კი სადმე პრობლემები არის, ხარვეზები მეგობრებო, ხო, დაელოდეთ და ჩადგება. რა სამსახურის პარტნიორი შეიძლება? შეიძლება, როგორ არ შეიძლება, დავით? ყველაფერი შეიძლება, ყველამ შეიძლება გააკეთოს ეგი. კი. აა, ქვემოდან რა კარტია? დაწყების, წამოწყების, ნახეთ? მომზადებული აქვს მაგიის, ჯადოების რაღაცები, ნახეთ მეგობრებო? ხო. ამ ადამიანს წმინდებით სჭირდება, რომ იცოდეთ ისე. მოკლედ, ხო, ესეთია ჩემო ძვირფასებო, თან ესეც ამასაც თუ არ ჩავთვლით, ეს არის ძალიან მაგარი კარტი, ეს ქალი ძლიერია, ძალიან ძლიერად თვლის თავს, ამ ადამიანს მიაჩნია ყოვლის შემძლე მისი თავი, ამ შემთხვევაში ესე აღვწერა ამ სურათს, ეს არის მოქმედი ქალი, ქალი ინიციატორი, ეს არის ქალი ვულკანი, რო იტყვიან, ეს არის ადამიანი გონება მახვილი, სტრატეგიული და ამ ყველაფერს დაგეგმილად აკეთებს. მაგია. ეს ქალი მაგია ამ შემთხვევაში მაგი. გამომძიებელი, ეს ადამიანი იძიებს კიდევ ყველაფერს, ყველაფერი იცის და აკონტროლებს ეს ადამიანი. ყველაფერი. თქვენ არაფერი არ უნდა ქნათ მეგობრებო. თქვენ არაფერი არ უნდა გააკეთოთ. სამყაროს უნდა აცადოთ. არაფერი არ გააკეთოთ თქვენ. თქვენ დაკავდით თქვენი ცხოვრებით, თქვენი საქმიანობით, თქვენ თავზე გადაერთვეთ. არა, შეიძლება სახელდობრ არაფერი არ იცოდეს, მაგრამ ვიღაც არის ეჭვი კონდეს, გამორიცხულია. მოკლედ მე არ ვიცი მეგობრებო, მე აქ ვხედავ მაგიას. მაგიის ეწოლა, ზემოქმედება, მაგია. მეუბნებით. კიდევ ერთ ბარად ამოვიყენებ და ნახოთ რას გვეტყვის. ხო, აი, ძალიან ბევრჯერ ჩაუკაკუნა სამყარომ, ძალიან ბევრჯერ მიცა მინიშნება, რაღაცის მინიშნება მეგობრებო, მაგრამ ეთყობა არ ესმის, არც ქალს ესმის და არც კაცს. ძალიან ჭკვიანია, მინდა გითხრათ, იდიოტი არაა. არა, იდიოტი მეგობრებო, უბრალოდ ეს ყველაფერი ხდება ზეწოლით. უჭკვიანესია, ხა ხაფანგი როგორ აქვს დაგებული ამ ქალს, ნახეთ? ხო. შეიძლება იყოს მშულდოსანიც. ხო, შეიძლება იყოს სასწორიც. ხო. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო დღევანდელი ჩვენი. დღევანდელი ჩვენთან ნახეთ, ეს კიდევ მთვარის ფაზაზე შეიძლება აკეთებდეს. ნახეთ, მზე მთვარე, მზე და მთვარე. მთვარის ფაზა აქაც ნახეთ, მთვარე ხატია. ხედავთ ხო? მთვარე. აგერ მთვარის ფაზაზე აკეთებს. ხო. ღამით. ღამით მეგობრებო. ეს ყველაფერი კეთდება ღამით. ხო.
მოკლედ ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო დღევანდელი ჩვენი ლაივი, ოჩეპინდრე და მესამე პირი. ძალიან ისეთი სიტუაცია აქვს მესამე პირებს. მოდი ერთი მაინც მინდა ვკითხო და როგორ წავა მისი სიტუაცია. და მაინც ვკითხოთ ახლა, როგორ წავა მესამე პირის სიტუაცია ბოლო-ბოლო. ორი ბარათი მეგობრებო, როგორ წავა მესამე პირის სიტუაცია. როგორ წავა მესამე პირის სიტუაცია. ეს კარგიც არის და ცუდიც. კარგს ხო არ აკეთებს არაფერს, ამიტომ ცუდი იგულისხმეთ მეგობრებო. ნახეთ? აი ახლა გაგცემთ პასუხს. ნახეთ? მოწამლული როგორ გდია ვაშლები. არ გეგონოთ მეგობრებო, სამყარო ჩალით დახურული. ხა. რაც დათესა იმას მოიმკის ეს ადამიანი, მინდა გითხრათ. ხა, აგერ უკავია ჯადოსნური ჭოხი, ვითომ ხელში, ხო? ვითომ ხელში. და ამ ყველაფერს იცი როგორ აკეთებს, კეთილი ჯადოქრის როლი აქვს მორგებული, ნახეთ, ვითომ კეთილია. მაგრამ შეხედეთ ხელი როგორი აქვს? ხედავთ ხელი როგორი აქვს მეგობრებო? ხედავთ? ხა, ვითომ კეთილი ჯადოქარია. ხო, მაგრამ არა. აი მას დაუბრუნდება ყველაფერი. ხა, ყველაფერი დაუბრუნდება მას. აგერ ფუტი აუდის უკვე კოშკს. ხო. ეს არის კარგიც და ცუდიც, რაც დათესა იმას მოიმკის. აი ესა უბრალოდ მოკლედ ნათქვამი და კონკრეტულად. რაც დათესა იმას მოიმკის და დათესა თქვენც ხო იცით? ხო და იგივეს ელოდეთ. რომ მიუბრუნდება უკან. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, სამყარო ჩალით დახურული არ გეგონოთ. არაფერი არსად არ იკარგება, არც კარგი და არც ცუდი. ხო. კეთილი უფროსი მყავს იძახის. ესია მეგობრებო კი, ვინც არ უნდა რა უნდა იძახოს, ესია, ვინც რასაც გასცემს, იმას იბრუნებს უკან ყველა. სამყარო შეხვდება ყველაფერი სამართლიანად. თუ კი ეხლა რაიმე ხდება ცუდი, არის ნერვიულოდ. ეს დიდხანს არ გაგრძელდება და ყოველთვის არ გაგრძელდება, კიდე იცოდეთ. რაფერს დასასრული აქვს, ისევე რაფერს დასაწყისი აქვს, ასევე დასასრული აქვს. მეგობრებო, ეხლა ჩვენ აქ არ გაგვირჩევია მისი დაბრუნება. YouTube-ზე ამავე სახელით და ამავე სურათით. მეგობრებო, ჩემს გვერდზე გადმოდით აქ და ჩემი სურათის, პროფილის სურათის ქვემოთ მიმაგრებული მაქვს YouTube-ის ლინკი. ასე რომ შეგიძლიათ გადახვიდეთ უცებ. უღრმესი მადლობა ყველას. ვისთანაც არაა მესამე პირი. თქვენ კონკრეტულად თუ სასიყვარულო პირს გულისხმობთ, შეიძლება იყოს მშობელიც. შეიძლება იყოს გარემოებაც მეგობრებო. თქვენი სიტუაცია აიღეთ. მშობლებიც აკეთებენ ამას, ჯადოებს, ისე რომ იცოდეთ. დედმამიშვილებიც აკეთებენ. ნებისმიერი ადამიანი აკეთებს, დედმამაც აკეთებს, ასე რომ მეგობრებო, სათქვენოდ აიღეთ ინფორმაცია. ხო, არავის პატიოსნებაზე თავი არ დადოთ. ხო, ეს ამას არ გააკეთებს, ეს არ თქვათ. ადამიანმა თუ მოიფიქრა, ყველაფრის გამკეთებელია, იცოდეთ, ყველაფერზე წამსვლელია. ასე რომ მშვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ, დედებიც კი, რა თქმა უნდა, დედებიც. დამდგარ წყალში მეტია ბაცილებიო, კი ბატონო, ასეა. მშვიდობიანი ღამე ყველას და ბედნიერი დილის გათენება ჩემო ძვირფასებო და გელოდებით კომენტარებში. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. აბა დროებით.